მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე გვაქვს მხოლოდ ერთი საკითხი, ეს არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულების შემუშავება. მოგეხსენებათ, 1 ივლისიდან პარლამენტის ახალი რეგლამენტი შევიდა ზალაში, შესაბამისად პირველ რიგში გთხოვთ დღის წესრიგი დავამტკიცოთ. შესწორებები შევიტანეთ და მოვარგეთ პარლამენტის რეგლამენტის საჭიროებებს და კომიტეტის სხდომების პერიოდულობა განსაზღვრეთ თვეში მინიმუმ ერთი კომიტეტი, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით თუ რა საჭიროებები იქნება შესაბამისად ჩატარდება ხოლმე მეტიც. ასევე კომიტეტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს, წინა რეგლამენტით მოგეხსენებათ პარლამენტი იყო, ასევე ამოღებული იქნა წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება. ასევე ცვლილება შეეხო მთავრობისთვის ნდობის მისაცემად საკომიტეტო მოსმენების გამართვის აუცილებლობას და გავითვალისწინეთ ცვლილებები, რომელიც ეხება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის შექმნას. მთლიანად კომიტეტის დებულება აიწყო და შესაბამისობაში მოერგო პარლამენტის ახალ რეგლამენტის რედაქციას და დარიგებული გვაქვს ეს დებულებაც და გთხოვთ კენჭი უყაროთ შესაბამისად ამ დადგენილებას. ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა, ამით კომიტეტის სხდომა დახურულია და ასევე კიდევ ერთხელ მიულოცავთ ქალბატონ ეკას დაბადების დღეს წარმატებებს ვუსურვებთ. ბედნიერად, მადლობა.